გიორგი, საქართველოში მინიმალური ხელფასი მართლა 20 ლარი გვაქვს? კანონმდებლობით კი ჯერ კიდე 1999 წლიდან შევარდნაძის დროიდან მინიმალური ხელფასი არის 20 ლარი და დღეს ეს თანხა შეიძლება ცოტა სასაცილო და კურიოზულად ჟღერს, მაგრამ მისი შესვლა ბოლო 26 წელია არავის არ უცდია. ადეკვატური მინიმალური ხელფასის დაწესება საქართველოში ყავს როგორც მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგეები და ორივე მხარეს თავისი არგუმენტები აქვს. და რა არგუმენტები აქვს? მინიმალური ხელფასის დაწესების მომხრეთა ძირითადი არგუმენტი სიღარიბესთან ბრძოლა და დასაქმებულთა უფლებების დაცვა. მათი აზრით, მინიმალური ზღვარი იცავს ადამიანებს არასათანადო ანაზღაურებისგან და არასათანადო სამუშაო პირობებისგან. მეორე მხარეს მოწინააღმდეგეების ძირითადად ბიზნეს სექტორი და ეკონომისტების უმრავლესობა რამდენიმე მნიშვნელოვან რისკს ასახელებენ. მთავარი არის უმუშევრობა, რადგან მცირე ბიზნესმა შეიძლება ეს გაზრდილი ხელფასები ვერ გადაიხადოს, ასევე რისკია ინფლაციის ზრდა და ბიზნესების ნაწილის ჭრილში გადასვლა რეგულაციას რომ თავი აარიდო. ეხლა ცოტა უფრო მარტივად ამეხსენი. მაგალითად, თუ კომპანიას დასაქმებული ყავს 10 თანამშრომელი და მათ უხდის ხელფასს 500 ლარს. თუ მინიმალური ხელფასი დაწესდება 600 ლარი, ალბათობა იმის, რომ 10-ვეს გადაუხდის კომპანია 600 ლარს არის ძალიან მცირე. შეიძლება გაუშვას მაგალითად 3 თანამშრომელი და 7-ს გადაუხადოს ეს მინიმალური 600 ლარი. 3 ადამიანი კი რჩება უმუშევარი. თუ ამას განვაზოგადებ საქართველოს მასშტაბით, ასეთი შეიძლება 10,000-ობით უმუშევარი აღმოჩნდეს. არგუმენტები გავიგე, მაგრამ მაინც რა უნდა იყოს მინიმალური ხელფასი? მინიმალური ხელფასი უნდა იყოს თუ არა და რა უნდა იყოს, ამაზე უნდა იმჯელოს მთავრობამ, ბიზნესმა და დასაქმებულთა უფლებების დამცველებმა, რომ ისეთი ზღვარი დაწესდეს, რომელიც მთავარ მიზანს შეასრულებს, დაიცვას ადამიანი და არ დააზიანოს ეკონომიკა. და იცი კიდე რა მაინტერესებს?